გამარჯობათ მეგობრებო. ვინმე ქინძი ონისე, რომელმაც რამოდენიმე დღის წინ ქართველებს გულში და სულში ჩაგვაფურთხა და ეს გამოიხატა ნოდარ დუმბაძის გულის გინებაში, აი ეს ქინძი ონისე გაულახიათ და ეხლა დგას ეს ქინძი და იძახის, რომ ტელეკომპანია იმედმა გამაშავაო და იმიტომ გამლახესო და აქედან მიმართავდი ამ ქინძს და ვეტყოდი, შეკინძო შენ, იმედმა კი არ გაგაშავა, საკუთარი თავი გაიშავე და ჩაიყლევე პირველად მაშინ, როცა ნაცების გვერდზე დადექი და კუჩა-კუჩა რაღაცა სისულელეების ყვირილი დაიწყე და ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში რომ დაჯექი და ქართველებს ნოდარ დუმბაძის გულს გვიგინებდი, ეგ უკვე თავზე გადაჯმას ნიშნავდა და აი მაგ გადაჯმის გამოა რომ მოგვხვდა დინგში. ყველა მანქურთმა კარგად უნდა გაიაზროს ეს ფაქტი და კარგად უნდა გახსოვდეთ თქვენ მანქურთებო, რომ აღარ გეპატიებათ ქართველების სულში ჩაფურთხება და რაც ჩვენთვის ქართველებისთვის ძვირფასია და ღირებული და მნიშვნელოვანი, ამაზე შეურაცხყოფის მიყენებისთვის ყოველთვის პასუხისგება მოგიწევთ. ეს არის და ეს. ასე რომ ამ ქინძი ონისეს გალახვა მე პირადად მიმანიშნებს ერთადერთ რაღაცაზე და ეს ერთადერთი რაღაც არის ის, რომ ქართველი ერი გამოფხიზლების და გამოღვიძების გზაზე შევდექით და კი აღარავის აღარ ეპატიება ქართველების სულში ჩაფურთხება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა გამოდიხარ და ნოდარ დუმბაძეს ასე ღიად და საჯაროდ გულს აგინებ და ჭავჭავაძეს შეგვიგინებ და რუსთაველს შეგვიგინებ და თამარს და აღმაშენებელს დავიც, ხო? კი ეს ნამდვილად ქართველების სულში ჩაფურთხება არის და აი ეს ქართველების სულში მაფურთხებლები, როგორიც გახლავთ ეს ვიღაცა ქინძი ონისე, ამ ქინძის მასწავლებელი დიდი ქინძი რაგვარია მაგის ჯიში მოვტყარ მაგისი ბერძენიშვილი ლევანი, ხო? ასევე ქართველების სულში ჩამაფურთხებელი, რომელიც საჯაროდ გაკიოდა რომ ერეკლე მოღალატიაო, აი ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ განცხადებების გამო და იმის გამო, რომ ქართველებს სულში გვაფურთხებენ, ყოველთვის მიიღებენ იმ პასუხს, რა პასუხის ღირსებიც არიან და ეს არის და ეს. ასე რომ გემშვიდობებით ჩემო მეგობრებო და ყველაფერს გისურვებთ კარგს და საუკეთესოს და ქართველებო, გენაცვალეთ თქვენ, ყველაზე მაგარიერი ვართ დიახაც და ყველაზე აზრზე მოსულებიც ვართ, ლამაზებიც და რა ვიცი, კარგებიც რა და საუკეთესოებიც, ყველაზე მაგარი ისტორიაც გვაქვს, წარსულიც და ყველაზე მაგარ მომავალსაც ავიშენებთ ჩვენ თვითონ ქართველები, თუკი ჩვენი მომავლის შექმნას ჩვენ ხელში ავიღებთ რა. ჩვენ ქართველები რომ ჩვენ შვილებს მომავალს შეუქმნით, იმაზე უკეთეს მომავალს ვერავინ ვერ შეუქმნის ჩვენ შვილებს. ასე რომ გენაცვალეთ ქართველებო გულშიც, სულშიც და მარჯვენაშიც და მარცხენაშიც. ეხლა გაგემშვიდობებით და დროებით და ყველაფერს კარგს და საუკეთესოს გისურვებთ ჭეშმარიტ ქართველებს და მანქურთებს რაც შეგეხებათ მოგტყუნიათ პატრონი, მე თქვენზე არ ვიდარდო, ისე თქვენ პატრონს შესცა მიშიკო.